მადლობთ. როგორც ჩანს გზაში გარკვეული დიზაინი შეიცვალა, პორტუგალიის არ გვაქვს უკაცრავად და AST 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის არის. მადლობა რონალდოს მოწოდებისთვის. სხვათა შორის ლიმიტირებული გამოშვება და რა თქმა უნდა მუნდიალს ეძღვნება და Coca-Cola მსოფლიო ჩემპიონატის გემო ერთქილაში გაერთიანა პრინციპში. მოლოდინი, ადრენალინი და დაუვიწყარი მოგონებები ამ ემოციების მიღების წყურვილი კი და სურვილი ჩვენ გვაქვს და იმედია ეს მუნდიალი ყველაზე დასამახსოვრებელიც გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მას ბევრი კრიტიკოსი ხავს, ძირითადად იმის გამო, რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდა და ეს ხარისხზე მაისახება. ჯერ თამაშები არ ჩატარებულა, მაგრამ ხარისხზე მაინც უდარდობთ. თუმცა ეს ბუნებრივია, ეს საინტერესოა და ეს არის ფეხბურთი. თუმცა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად სპორტული სამყაროს ყურადღება არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ფინანსურ უწყისებში ინაცვლებს. FIFA-ს პროგნოზით 2023-2026 წლების კომერციული ციკლის ჯამური შემოსავალი რეკორდულ $11 მილიარდ მიაღწევს. ეს მაჩვენებელი თითქმის 4 მილიარდით აღემატება წინა ყატარის მუნდიალის ციკლს, რაც მიუთითებს ფეხბურთის როგორც კომერციული პროდუქტის კაპიტალიზაციის უპრეცედენტო ზრდაზე. ამ მასშტაბური ფინანსური ნახტომის მთავარ მამოძრავებელ ძალას ჩრდილოეთ ამერიკის მსყიდველობით უნარიანი ბაზარი და ტურნირის ფორმატის რადიკალური შეცვლა წარმოადგენს. ამ ასტრონომიული შემოსავლის გენერირების ძირითადი მექანიზმი მატჩების რაოდენობის 104-მდე გაზრდა, ისტორიული 64 მატჩიანი ფორმატის 40%-იანი ზრდა პირდაპირ პროპორციულად აისახება, რა თქმა უნდა, სამაუწყებლო უფლებების ღირებულებასა და სასპონსორო პაკეტების ფასზე. 104 მატჩი ნიშნავს, რომ მეტ სარეკლამო დროს მოიგებენ პრაიმ ტაიმში, მეტ გაყიდულ ბილეთს და მულტიპლიკატორულ ეფექტს მასპინძელი ქალაქების ტურისტულ სექტორზე. ფაქტობრივად FIFA-მ ტურნირის ხანგრძლივობა 39 დღემდე გაზარდა, რაც სპორტულ ღონისძიებას გრძელვადიან მედია მარათონად აქცევს, სადაც ყოველი დამატებითი წუთი დამატებითი დივიდენდების წყაროა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა ფუფუნების, საგნებისა და მასობრივი მოხმარების პროდუქტების ათვისების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა. სტადიონების მასშტაბები და არსებული ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, რომ მხოლოდ ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე მილიარდი $-ი შეადგინოს. ბიზნეს ლოგიკა მარტივია, მეტი თამაში ნიშნავს მეტ მომხმარებელს, ხოლო სამი მასპინძელი ქვეყნის სხვადასხვა დროის სარტყელი ტრანსლირების გლობალური დაფარვისა და მაქსიმალური აუდიტორიის ჩართულობის გარანტია. თუმცა ამგვარი მონეტიზაციის პირობებში სპორტულ ანალიტიკოსებს შორის კვლავ აქტუალურია დებატები რაოდენობასა და ხარისხს შორის ბალანსზე. მაშინ, როდესაც $11 მილიარდი FIFA-სთვის ფინანსური ტრიუმფია, კლუბებისა და მოთამაშეებისთვის 104 მატჩიანი კალენდარი და 39 დღიანი ტურნირი სერიოზულ ფიზიკურ და ოპერაციულ რისკებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, კორპორაციული თვალსაზრისით 2026 წლის მუნდიალი ყალიბდება როგორც ყველაზე ეფექტიანი ფულისაბეჭდი მანქანა სპორტის ისტორიაში, სადაც ფეხბურთის რომანტიკა საბოლოოდ დაუთმობს პრინციპში ადგილს ცივ, გათვლილ და მრავალ მილიარდიან ბიზნეს სტრატეგიას.